რა არის თქვენი გზავნილი დღეს და ასევე ელოდებით თუ არა რომ ეპისტოლეში მიმდინარე პროცესებიც იქნება ნახსენები და შეფასებას მოვისმენთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის. პირველ რიგში მთელ საქართველოს ულოცავ ახალ წელს შობას მე დარწმუნებული ვარ წლევანდელი წელი იქნება განსაკუთრებული ქართველი ხალხისთვის, ეს იქნება გამარჯვების წელი, ეს იქნება რუსული რეჟიმის დამარცხების წელი. საქართველოში გაიმარჯვებს ნამდვილად ქრისტიანული ღირებულებები, ევროპული ღირებულებები, ის ფასეულობები, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ადამიანი და მე დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი წელს მოხდება. ჩვენ წელს უნდა დავაფინიშოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი. ჩვენ ანგარიშწორებისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით ევროპული კეთილდღეობისთვის და მათ შორის იმ უფლებებისთვის, პოლიტიკური, სამოქალაქო, კულტურული უფლებებისთვის, რომელიც ევროპაში არის გარანტირებული, დაცული. აი ესეთი საზოგადოება არის დღეს აქ სამების წინ შეკრებილი და სხვადასხვა ტაძრებთან ჩვენი თანამებრძოლები იკრიბებიან, რომ კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი გაუგზავნოთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ჩვენ ვართ ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი ქართველი ხალხი და რა თქმა უნდა ჩვენთვის უმთავრესი არის ევროპა, ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა. ვერც ერთი ხელისუფლება და მით უმეტეს ივანიშვილი, რომელიც როგორც სოციალური მოვლენა არის ნამდვილად პრობლემა ქართველი ხალხისთვის, ვერ შეაჩერებს ჩვენს სულისკვეთებას და რა თქმა უნდა ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. დღეს რაც შეეხება რა გზავნილი ექნება საპატრიარქო ბოლო პერიოდში ლოიალურია ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან იქ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკას ქმნიან საპატრიარქოში. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, კარგად დაინახავენ დღესაც უამრავ ადამიანს რუსთაველის გამზირზე, ჩვენ თუ ვინმეც აქვს ეს ქრისტიანული ღირებულებები და თუ ვინმე იცავს ქრისტიანობას საქართველოში, ნამდვილად ვართ ჩვენ ქართული საზოგადოება, რომელიც 40 დღეა დგას რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები საპატიმროებიდან, რუსული რეჟიმის პატიმრებს ჩვენ დავიხსნით ტყვეობიდან და აუცილებლად საქართველო მიაღწევს იმას, რომ იქნება ამ ქვეყანაში და ჩატარდება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები და გაიმარჯვებს ქართული საზოგადოება. დიდი მადლობა. ასეთი მდგომარეობა აქ სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.